ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე გახლავართ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ თერაპიულ ზღაპარს ბავშვებისთვის, რომელსაც ქვია ცისარტყელას დედოფალი. ეს ზღაპარი, ამ ზღაპრის ავტორი არის ფილოლოგი ნინო თაკალაძე და ეს ზღაპარი ეხება შემდეგ თემებს, ეს არის მიზნისკენ სწრაფვა, უსამართლო გადაწყვეტილება, სინანული, პატიება და სიყვარულის ძალა. მოწონების შემთხვევაში გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიკომენტარეთ. ცისარტყელას დედოფალი. ეს ზღაპარიც ისე იწყება, როგორც სხვა მრავალი. იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ელა ერქვა. ის ჯადოსნურ ქალაქ არანში ცხოვრობდა. აქ ყველა სახლი კეთილ ფერიებს უხსოვარ წარსულში ყვავილების ფურცლებისა და ფოთლებისაგან შეექმნათ. სახლები სასიამოვნო სურნელს აფრქვევდნენ და დროდადრო ფერსიც ვლიდნენ. დილით მწვანე სახლი შეიძლება შუადღეს წითელი გამხდარიყო, საღამოს ლურჯი. ქალაქელები ამბობდნენ, სახლები იმ ფერს იღებენ, რომელიც მათი ყველაზე პატარა ბინადრების განწყობას შეესაბამებაო. და რადგან პატარები თავიანთ გრძნობებს განსხვავებული ფერებით გამოხატავენ, არანი ყოველთვის გასაოცრად ჭრელი და ლამაზი იყო. არანში ერთი უცნაური ტრადიცია ჰქონდათ. წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს ცისარტყელასთვის დედოფალს ირჩევდნენ. სწორედ მას გამოჰქონდა წვიმის შემდეგ ღრუბლების გამოქვაბულში საგულდაგულოდ შენახული ცისარტყელა და ქალაქის თავზე შლიდა. დედოფლობა საპატიო საქმიანობად მიიჩნეოდა. არანელებს ხომ ისე უყვარდათ ცისარტყელა, როგორც არავის. ამბობდნენ, მისი ყურება სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებსო. ცისარტყელას დედოფლობაზე ყველა გოგონა ოცნებობდა. მაგრამ ოცნების ახდენას მხოლოდ ისინი ახერხებდნენ, ვინც ჯადოსნური ქოშის შეძენას მოასწრებდა და დედოფლების შეჯიბრში გაიმარჯვებდა. არც პირველი იყო მარტივი და არც მეორე. ჯადოსნურ ქოშებს ქალაქში ერთადერთი მეწაღე პაპა როი კერავდა. თუ გაგიმართლებდა და ყიდვას მოასწრებდი, უხუცესი არანელების მიერ შეჯიბრისთვის მოფიქრებული დავალება უნდა შეგესრულებინა. ელა ცისარტყელას დედოფლობაზე ოცნებობდა. მაგრამ მე რამდენი წელი იყო ვერა და ვერ გახდა დედოფალი. ახლა კი მტკიცედ გადაეწყვიტა, რადგან რადაც არ უნდა დასჯდომოდა, გაემარჯვა. აი, წელიწადის ყველაზე გრძელი დღეც დადგა. ელა მთელი ღამე ფანჯარასთან დარაჯობდა გათენებას და როცა მზემ პირველი სხივები ქალაქს მოაფინა, გოგონა პაპა როის სახელოსნოსკენ გაიქცა. სახელოსნო გზის პირას იდგა. ძველი ხის კარი, რომელზეც პაპას უზარმაზარი ჩექმა მიეხატა, ძალიან ბუზღუნა და ფხუკიანი იყო. ის მხოლოდ მაშინ იღებოდა, თუ ქოშის საყიდლად მოსული თითს ცხვირის წვერზე მიიდებდა და სამჯერ შესძახებდა. კარო, ლამაზო, გაიღე, ჯადოსნური ქოში მინდა ვიყიდო. თუ სიტყვები
ან გაღიმება და გავიწყდებოდა მორჩა. გაჯიუტებული კარი კაცრად შეყრიდა ხის კოპებს და მთელი 3 დღით იკეტებოდა. ელამ კარგად იცოდა ბებერი კარის ხუშტურები და ყველაფერი ისე უნაკლოდ შეასრულა, გოგონათი მოხიბლული კარი წამში გაიღო. მაგრამ რა დგინდა, სახელოსნოში მხოლოდ მეწაღე დახვდა. დოინჩე მოყრილი პაპა დაფიქრებული შეჰყურებდა ცარიელ დახლებს. დაუჯერებელია, მოუბრუნდა ის ელას. მთელი წელი ვკერავდი. ელას ლამაზ მწვანე თვალებს ცრემლების მდინარე მოადგა. სახეზე ყავისფერ წინწკლებად დაყრილმა ჭორფლებმაც ჩამოუშვეს ცხვირი. არა უშავს, მომავალ წელს აუცილებლად შეგხვდება ანუგეშა მოხუცმა გოგონა. ატირებული ელა ქუჩაში გავარდა. მის პატარა გონებაში 1000 შავი ფიქრი ირეოდა. ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდებოდა. ხან ქოშის ყიდვას ვერ ასწრებდა, ხან დავალებას ვერ უმკლავდებოდა. ჩანს არ იყო ცისარტყელას დედოფლობისთვის დაბადებული. იქნებ ჯობდა უარი ეთქვა ოცნებაზე. გზაჯვარედინზე შედგა. აქედან კარგად ხედავდა თავის სახლს. ახლა ის შავი იყო, ელას სევდისფერი. მის გვერდით მდგარი ელას საუკეთესო მეგობრის ანიტას სახლი კი ერთიანად გაყვითლებულიყო. ანიტას ეს ფერი ყველაზე მეტად უყვარდა და როცა რამე უხაროდა, სახლი ყვითლდებოდა ხოლმე. ჩანს ანიტამ ქოშის ყიდვა მოასწრო. თქვა გულში ელამ, მივალ, მივულოცავ. ეზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა. არც კაკუნზე უპასუხია ვინმეს. გოგონა კარს მიაწვა და სახლში შევიდა. ოთახში ფანჯრის რაფაზე მშვიდად მთლემარე კატა ფოფოს გარდა არავინ ჩანდა. იქვე მაგიდაზე ანიტას ზურმუხტისფერი და წითელ-ყვითელი ბუმბულებით გაწყობილი ჯადოსნური ქოში იდო. ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი. ყიდვა რომ მომესწრო, წელს ნამდვილად მოვიგებდი შეჯიბრს. გაიფიქრა ელამ. ქოში ფრთხილად აიღო, დიდხანს ატრიალა ხელში. ელას ნამტირალევი სახიდან ნელ-ნელა გაქრა სევდა და მისი ადგილი საიდანღაც ფეხაკრეფით შემოპარულმა ყოყმანმა დაიკავა. ანიტა ჩემზე პატარა და სუსტია. ჟიურის დავალებას ვერ შეასრულებს. ორივეს გულის დაწყვეტას სჯობს მე ვცადო. თუ ცისარტყელას დედოფალი გავხდები, მასაც გავახარებ. წაიჩურჩულა და ქოში გულში მაგრად ჩაიხუტა. კიდევ ერთი წუთიც და გოგონა ქალაქის მთავარი მოედნისკენ მიმავალ გზაზე გარბოდა. არანელებს მოედანზე მოეყარათ თავი. ჟიურის ისის იყო წლევანდელი დავალება გამოეცხადებინა. ცისარტყელას დედოფალი ის გახდებოდა, ვინც ქალაქის თავზე მოფარფატე ღრუბლებისგან ყველაზე ლამაზ თაიგულს შეკრავდა. ელამ ცას ახედა. ჯადოსნურ ქოშებში გამოწყობილი გოგონების ნაწილს უკვე მოესწრო ღრუბლებამდე მიფრენა. დროა ჩვენც გავფრინდეთ, ხმამაღლა თქვა ელამ. თითქოს ამ სიტყვებს ელოდაო, ჯადოსნური ქოში შეირხა
წითელყვითელი ბუმბულები ფართოდ გაშალა და პატრონი ცაში აიტაცა. დღე მიილია. ელა ქალაქის მთავარ მოედანზე ყველაზე ბოლოს დაბრუნდა. დაღლის მიუხედავად იღიმოდა. ხელში კი იშვიათი სილამაზის ღრუბლების თაიგული ეჭირა. ჟიურის წევრებმა ერთხმად აღიარეს ელა ცისარტყელას დედოფლად. მათგან უხუცესმა 7 ფერი გვირგვინი დაადგა თავზე. ბედნიერებისგან ერთიანად ავარდისფრებულ გოგონას არანელები გამარჯვებას ულოცავდნენ, რომ მოულოდნელად მხიარულად მოყაყანე ხალხში ელამ ანიტა დაინახა. იდგა და თვალებით, რომლებშიც სევდის ოკეანე ჩასდგომოდა, გაკვირვებული შესცქეროდა მეგობარს. ცისარტყელას დედოფალს სახეზე ღიმილი შეაშრა. ცივმა ოფლმა დაასხა. იგრძნო, როგორ აევსო წვეთ-წვეთად მთელი სხეული სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობით. მართალია, გუმანი კარნახობდა, ანიტა შენს გაცემას არ აპირებსო, მაგრამ გონების ყველა კუნჭულში უწყვეტ ექო დახმიანდა სიტყვები: სიმართლე, სიმართლე, სიმართლე თქვი. ახლავე გამბედაობას მოვიკრებ და ვიტყვი, გაეპასუხა ელა უხილავ ხმას. ღრმად ჩაისუნთქა, მხნეობა მოიკრიბა და მოედანზე შეკრებილებს რაც შეეძლო ხმამაღლა მიმართა. არანელებო, სიჩუმე ჩამოვარდა ყველამ, ელას მიაპყრო მზერა. დიდი შეცდომა დაუშვი და მინდა გამოგიტყდეთ. ცისარტყელას დედოფლობა იმდენად მინდოდა, რომ ანიტას ჯადოსნური ქოში მოვპარე. უღირსი საქციელი ჩავიდინე, საუკეთესო მეგობარსაც გული ვატკინე. მაპატიე ანიტა, თქვენც მაპატიეთ ტყუილი. დედოფლობა არ დამიმსახურებია, თქვა ელამ და წარედ ამოისლუკუნა. ხალხს გაოცების ტალღამ გადაუარა. ჯერ ყველა ერთდროულად ალაპარაკდა, მერე კი თითქოს გაებუტნენო ელას ზურგი აქციეს და ანიტას ირგვლივ შეკრეს უზარმაზარი წრე. დიდხანს ბჭობდნენ. ბოლოს ხალხს ჟიურის ყველაზე უხუცესი წევრი გამოეყო და გრძელი მოსასხამის ფრიალით ელას მიუახლოვდა. ელა, შენს საქციელს ვერ მოვიწონებთ, მაგრამ შეცდომა ყველას დაგვიშვია და ვიცით, რა რთულია მისი აღიარება. შენ გამბედაობა და კეთილშობილება გამოიჩინე. მოყევი, რაც დაგემართა. პატიება ითხოვე და ჩვენც გვპატიობთ. იმედი მაქვს, რაც მოხდა, კარგი გაკვეთილი იქნება შენთვის, რომ მომავალში სწორი გზით იარო. უთხრა და ხელი მზრუნველად დაადო მხარზე. ელას თვალებიდან ბედნიერების ცრემლები წასკდა. ატირებულ გოგონას არანელები შემოეხვევნენ. გამბედაობასა და გულწრფელობას უქებდა ყველა. მეგობართან ანიტამაც მიირბინა, თვალებიდან სიყვარული ეღვრებოდა, სახეზე მშვიდი ღიმილი ეფინა. ნუ ტირი ელა, დღეს დაამტკიცე, რომ გულადი და სამართლიანი ხარ. მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავს. ჩვენ ყველას გვინდა. წელს ცისარტყელას შენ უდედოფლო, აბა რა სიტყვი? ელამ უხმოდ დაუქნია.
თავი. ანიტა, როგორი ძლიერი ყოფილა სიყვარული. სადაც სიყვარულია, სულ გამარჯვებული იქნები და რაც უნდა მოხდეს, მისი წყალობით სახლს, რომელშიც ცხოვრობ, ყოველთვის ექნება შენი ბედნიერების ფერი. უთხრა მეგობარს და ტკბილად ჩაიკრა გულში. აი ესეთი საინტერესო და ძალიან ლამაზი და ფერადი ზღაპარი იყო. მართლაც ბევრი თემებია ამ ზღაპარში სასაუბრო ბავშვთან. შეგიძლიათ ამ თემებზე კარგად, ღრმად ესაუბროთ თქვენ შვილებს, ან თქვენს მოსწავლეებს, თუ პედაგოგები ხართ, ან ფსიქოლოგები ხართ. შეგიძლიათ გამოაძერწინოთ, დაახატინოთ, ძალიან ლამაზი ნახატები გამოვაც სისარტყელას ფერებში და ამით კიდევ უფრო განუვითარდება ბავშვს ფანტაზიის უნარი, წარმოსახვის უნარი და აი ესეთი ძალიან სასარგებლო ზღაპარი იყო დღეს. მოიწონეთ ჩვენი არხი და გამოიწერეთ მომავალ შეხვედრამდე.